წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის პირველ სტუმარს, ვარკეთილში მდებარე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იაკობ უშიკიშვილი. დილამშვიდობისა იაკობ, დაგვრჩეთ. მადლობა მობრძანებისთვის. კვირას დიდმარხვის პერიოდში ჩვენ ვიცით, რომ ყოველ კვირას გარკვეული წმინდანის გარკვეული მოვლენისენება გრიგორი პალამას აღინიშნება, ესეა განწესებული დიდმარხვაში და ასევე გვაინტერესებს რომელი სახარება წაიკითხება, გითხარით ამ კვირის შესახებ და რას მოვისმენთ, როგორც ცენტრალური ნაწილი სახარება მსახურებისა. ესე იგი, დიდმარხვის მეორე კვირას ეკლესია კითხულობს განღვეული შესახებ. მარკოს მახარებელი წერს ამის შესახებ, როგორ განკურნა უფალმა განღვეული. და მოვყვეთ ორი სიტყვით შინაარსი და მე აი სიმბოლური მხარე, სულიერი მხარე ამისა, რომ წერია, რომ მაცხოვარი შედის კაპერნაუმში და მიდის ერთ-ერთ სახლში და ამბობენ, რომ ეს იყო პეტრეს სიდედრის სახლი. და ხალხი რომ იგებს უფალი სახლშია, უამრავი ადამიანი მოდის მაცხოვრის მოსასმენად. იმდენად რომ ესე იგი სახლი აღივსება და გარეთაც დგანა. და ამ დროს კაპერნაუმში ცხოვრობს ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც განღვეულია, დღევანდელიანით რო ვთქვათ, პარალიზებულია. და ეს ადამიანი ორი რამით არის დავადებული, სხეულით და სულით. ანუ ერთ სტანჯავს ცოდვა სულს და მეორე სტანჯავს ავადმყოფობა და მომწერე რომ სიკვდილის პირას მიიყვანა ავადმყოფობა მხორცი და სული კიდევ მარადიულ სატანჯორში მიდის ცოდვისაგან დავადებული. არანაირი ექიმის იმედი აღარ არის, არანაირი წამლის იმედი, ერთადერთი ნუგეში ალბათ მისთვის სიკვდილთან შეხვედრა. და ამ დროს იგებენ მისი ახლობლები, რომ უფალი მოვიდა და მისი დიდი რწმენა აქვთ და აიყვანეს ამ ადამიანს გარღვეულს, პარალიზებულს და მიიყვანენ ამ სახლთან და ხედავენ რომ ვერ შედიან, უამრავი ხალხია, არ ხერხდება იმდენად ბევრი ხალხია, რომ კარით შეიყვანონ და ესე იგი იმდენად დიდი რწმენა აქვს და დიდი სურვილი ამ ადამიანის განკურნებისა, რომ აღძარცვავენ, ესე იგი სახურავს, წარმოიდგინეთ რა დიდი შრომა უნდა და გულის მოდგინება და ჩაუშვებენ ამ ადამიანის უფლის წინაშე. აი სანამ გავაგრძელებთ, უნდა იქამდე ვთქვათ, რომ აი რა მდგომარეობა არის, ესე იგი განღვეული ადამიანი შვინი გულისხმობს მთელი კაცობრიობა. მთელი კაცობრიობა არის დავადებული, იმიტომ რომ ცოდვამ შემოიტანა ავადმყოფობა. და ყველა ადამიანი ექვემდებარება სიკვდილს, ავადმყოფობას, ხრწნადობას. და ყველა ადამიანი არის სულიერად პარალიზებული. ანუ მას არაფერი არ შეეძლო ფიზიკური გაიკეთებინა და უმეტესი ადამიანებისა თუ უფალს არ მიახლა, არის პარალიზებული, სულიერი ღვაწლი არ შეუძლია. აი ეს მდგომარეობა არის და ვის მიყავს ადამიანი ღმერთთან. აი როგორ მიდის ადამიანი ღმერთთან და მომები ამბობენ სამ გზას. აი ამ შემთხვევაში მიიყვანეს 4 ადამიანმა. პირველი გზა არისო, როცა სახარებიდან მოუხმობენ ანდრია მიიყვანა პეტრე. ფილიპემ წინა კვირას იყო მიიყვანა ნათანაელი უფალთან. თქვათ მოციქულებმა მთელი სამყარო მოიმოწევეს და მისიონერებმა მიიყვანეს უამრავი ადამიანი. ეს არის პირველი გზა, როცა ვიღაცას აღძრავს უფალი და ვიღაც. მეორეა თვითონ მიდის ადამიანთან ღმერთი. აი ნახეთო, საული მიდიოდა დამასკოში ქრისტიანების ადევნა და თვითონ უფალი მივიდა მასთან. უფალი თვითონ ეცხადება მას. აი კართახშულთა ეცხადებოდა უფალი, არა? აი მართა და მარიამთან თვითონ მიდის რომ ლაზარე აღადგინა, ანუ თვითონ მიდის ადამიანთან. არის მესამე გზა, როცა ადამიანი დიდი ძალისხმევით მიდის უფალთან. ეს არის ლოცვის გზა, მარხვის გზა, მოღვაწეობის გზა და აი ამ შემთხვევაშიცო, მაგრამ სანამ ამას ვიტყოდეთ, მაგრამ არავინ იფიქროსო, რომ თავისი ძალისხმევით გადარჩება, იმიტომ რომ უფალი ამბობს, რომ ჩემთან ვერავინ მოვა თუ მამამ არ მოიზიდა, არაფერი არ შეგიძლიათ ჩემს გარეშე უფალი ამბობს და აი ადამიანს ეფესელებთან ამბობს პავლე მოციქული, რომ მადლი გადაარჩენს. ადამიანი უნდა თავის თავს უხმარ და ცოდვილ მონათვლიდეს, უნდა შრომობდეს, უნდა იღწოდეს, მაგრამ გადარჩენა მისი ხდება უფლის მადლით. ეხლა ეს 4 ადამიანი, რომელმაც ეს მიიყვანა, კიდევ რა იგულისხმება ამაში, რომ ეს მესამე გზა სულიერი გაგებით. ანუ ეს ადამიანი თვითონ მივიდა უფალთან და აი როგორ ხდება, 4-მა მიიყვანა და სულიერად როგორ ხდება.
აი აქა ხუთი ადამიანია ხო? 4 ვინც ეს ადამიანი იტვირთა და მეხუთე თვითონ ეს ადამიანი. მამები ამბობენ რომ ადამიანი ცოდვაში შედისო 5 რამით. ეს არის 5 გრძნობის ორგანოები. და რო დავადება ერთიო ამ 4-მა გრძნობის ორგანომ უნდა იტვირთოს და მიიყვანოს უფალთ, ანუ გამოჯამრთველებაზე უნდა იზრუნოს ამ მეხუთეს. აი კიდევ რა არისო 4 რამ, რითი უნდა მივიდეს ადამიანი უფალთან. აქ ფიზიკურად 4-მა მიიყვანა, მაგრამ სულიერი გაგებით რა როგორ უნდა გავიგოთ. მეორე არის ეს, რომ ადამიანი მიდის უფალთან როგორ რწმენით, სიყვარულით, იმედით ეს სამი სათნოება და მეოთხე რა არის გულის შემოსრულება. როდის შემოსრება გული ადამიანს, აი ყველაზე მთავარი რაც არის უფლისთვის, ამაზე ამბობს დავით მეფე, რომ სხერპლი ღვთისა არ სული შემოსრული, გული შემოსდა ამდაბლო ერთ მარაშორაც. მთავარი ეს არის, როდის იმოსრება გული, აი ვინმე რო გარდაეცლება ადამიანს, სიტყვის ადამიანი გაუნადგურდიო, შემემოსრებული. აი როცა ხვდება ადამიანი რომ ფაქტიურად სულიერად მოკვდა, სულიერი ცხოვრებისთვის მოკვდა. სულიერი ღვაწლი არ შეუძლია, უფალ სიცოცხლის წყაროს არის დაშორებული, შემოსრება გული, შეიძრება ესეთი ადამიანი და სურვილი უჩნდება უფალთან წავიდეს. აი ეს დგომარდა. მესამე რა არის კიდევ ამ 4-ში, 4 ადამიანში არის მოაზრებული, რომ ადამიანები საერთოდ საკუთარი თავი ძალიან უყვარს და დიდი წარმოდგენები აქვს. რაღაცა რო სულ მასზე ნაკლებ ადამიანს ადარებს თავის თავს და ადამიანი საკუთარი თავი არ აყავს კარგად შეცნობილი და კარგად როცა შეიცნო ძალიან კარგად დაინახო რა ცუდი მდგომარეობა გაქვს და როცა ცუდი მდგომარეობა გაქვთ თუ აღმოაჩინე რომ ესე იგი ცოდნა არ გაქვს მიდიხარ სადაც ცოდნას იძლევიან არა რომ აღმოაჩინე რომ სულიად გაღატაკებული ხარ გლახაკი ხარ სულით მიდიხარ უფალთან მეორე პირობაო აი ამ 4 ადამიანში რა იგულისხმება არის როცა ადამიანი თავის ცოდებს აღიარებს და ყველა აღიარება ანუ ახსარების თქმა ეს არის დაპირება რომ მე აღარ გავიმეორებ ცოდვას და მეორე მდგომარეობა მესამე მდგომარეობა არის როცა ადამიანი გადაწყვეტს რომ აღარას ცოდოს განშორდეს ცოდვას. აი ამაში ეს იგულისხმება და მეოთხე არის ეს არის ლოცვა. ლოცვა და ფსალმუნება, ვედრება. ამით უახლოვდება ადამიანი უფალს. და აი ეს განღვეულიც აი ამ 4-მა მდგომარეობამ მიიყვანა, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ თუ სულიერი გაგებით ვიტყვით. მაგრამ ნახეთ, ვერ შედის. მიუხედავად იმისა, რომ მივიდა უფლამდე, ვერ შევიდა უფალთან. და როგორ ხდება უფალთან შესვლა მამები ამბობენ რომ აი ნახეთ რა გააკეთეს აღძარცვეს ზედა სართული ზედა სართულში იწყება უკვე გონება აი როგორც სხეულზე მეტია თავი არა როცა ადამიანი იწყებს სულიერ აზროვნებას გული გონიერი როცა ხდება გონება სულიერად იწყებს ხო და რა არის ყველაზე დიდი სულიერობის მანიშნებელი ეს არის სიმდაბლეო როცა ზემოდან უშვებენ ქვემოთ თამდაბლობა თუ არა აქვს ადამიანი ვერ მიეხლება უფალს აი გაიხსენეთო ეშმაკი ანგელოზი იყო მთიები ერქვა და უამრავი სათნოება ჰქონდა მაგრამ ერთი რამე არ ჰქონდა სიმდაბლე და ვერ მიახლა უფალს აი ამ შემთხვევაში ზემოდან ქვემოთ დაშვება ნიშნავს რომ მიუხედავად აი ამ სათნოებებისა რაც ჩამოვთვალე თუ ადამიანს სიმდაბლე არ აქვს ის ვერ უახლოვდება უფალს და იქ კიდევ რა საიდან ჩანს ფარისევლის და მეზოერის იგავი გახსოვთ ალბათ ფარისევს ჰქონდა უამრავი სათნოებები მაგრამ ვერ მიახლა უფალს არ ჰქონდა სიმდაბლე და საიდან ჩანს არ ჰქონდა განიკითხავდა სხვებს თამდაბალი არასოდეს არ განიკითხება საკუთარ გულში და აი აქედან რა უნდა ვისწავლოთ ესე იგი ჩაუშვეს ესე იგი სიმდაბლე მიახლებს ადამიანს უფალს და აი როცა მე ჩაუშვებენ და როგორ ამბობენ რომ აღმოსავლეთში ასე იყო რომ ეზოები შენობით იყო შემოსაზღვრული და ანუ ქსოვილი ან ტყავი იყო გადაფარებული ამ ეზოს და ამის ესე იგი სახურავის ახტაში ეს იგულისხმება რომ აწიეს და თოკები ჩაწიეს ანუ რომ ნახოთ ესე იგი ეზოების ირგვლივ არის მთლიანი შენობა გაკეთებული და როცა ხედავს უფალი აი ამ ის მდგომარეობას რომ ჩაუშვებენ და მათ რწმენას ხედავს მათ სიყვარულს ხედავს აი თუ დაუბრუნდებით ამ ხორცელი გაგებით რამხელა სიყვარული აქვს რომ არანაირ დაბრკოლებას არ გაუწიეს ანგარიში სახურავის ახდასაც კი და ადამიანი აწია და ჩაუშვი როგორია და უფალმა ნახეთ რა გააკეთა
მთელი კაცობრიობის ცოდვები იტვირთა რა, მთელი კაცობრიობის ჯვარზე და ხედავს რომ ესენი მას მიემსგავსენ, მის ცნებებს აღასრულებენ, სიყვარულის კანონს სიყვარულის გამო გააკეთეს ეგ და ყველაზე დიდი მცნება სიყვარული არის რა. როგორც სიმდაბლე არის ძირი სათნოებისა, გვირგვინი სათნოების არის სიყვარული. და აი ამათ სიყვარულს ხედავს უფალი და კიდევ რას? და ხედავ როგორც სასუფეველსათა იძულების. აიძულებენ თავიანთ თავს. თავი უნდა აიძულო, როცა გინდა უფალს მიეღო. მათ აიძულეს თავი და ეს დიდი შრომა შეამთხვეს თავის თავს. ანუ ხედავს უფალი რწმენას, ხედავს სიყვარულს, ხედავს იმედს, ხედავს მათში, რომ მისდამი აქვთ ეს და ნახეთ რას აკეთებს. მიუტევებს ცოდვებს, ეუბნება, მოგიტევებს ცოდვანი შენ და რატო იწყებს უფალი ამბობს. ეს ამები განმარტავენ, უფალი მაინც და მაინც ცოდვების მიტევებით, იმიტომ რომ ადამიანში ავანტყოფობა მოიტანა ცოდვა. და პირველ წყაროს კურნავს უფალი და ამბობს რომ აი მიზეზიო ცოდვისაო ავანტყოფობისა უпростоრად არის 4 რამ. 4 რამის გამო ეშვება ადამიანზე ავანტყოფობა. ეს არის რომ რაღაც ცოდვაშია და უფალი აჩერებს. როცა ადამიანი ავად ხდება, რაღაც ცოდვებს ვეღარ ჩაიდენს. მეორე არის, როცა ადამიანი რაღაც ცოდვისაკენ მიდის და ამ ავანტყოფობით ბაროდ დაიმართება რაღაც განსაცდელი, ცოდვას ვეღარ ჩერდება. ანუ ცოდვისაკენ წამსვლელი ჩერდება, ცოდვაში მყოფი ჩერდება. მესამე არის რომ ამ ავანტყოფობებით განიწმინდება ადამიანი და ცხონდება როგორც ოქრო ცეცხლში ვაჯაღლოთ იქცევად და მეოთხე არის კიდევ განსაკუთრებული შემთხვევა, როცა ადამიანზე ეშვება ავანტყოფობა 8 წლის გამო, რომელი ითმენსო მოწამის გვირგვინს იღებსო. ეს განსაკუთრებული შემთხვევა და ძირითადად არა ყოველთვის, მაგრამ ძირითადად ცოდვის გამო ემართება ადამიანს ავანტყოფობა და ამბობ რომ აიო ნახეთ უფალი იწყებს ცოდვების მიტევები და თქვენო სანამო ექიმთან წახვალთო, ჯერ მოძღვართან წადით, ჯერ საკუთარი უძლურება აღიარეთ, ჯერ საკუთარი ცოდვები, რის გამოც ავანტყოფობა დაგემართა და მერე იქნება შედეგიანი კურნება. და როცა ცოდვებს უტევებს უფალი და რა ხდება ამ დროს 3 რამ აქვს, 3 თვისება აქვს სულს, რომელიც აქ დაზიანებული. ეს არის გონისმიერი ნაწილი, ეს არის გულის თქმა და გულის წყრომა. ეს პარალიზებული ადამიანი და როცა იქ დგანან მეზვერები, ესენი მწიგნობრები, ესე იგი ბრკოლდებიან, რომ ვის აქვსო ცოდვის მიტევების უფლებაო, გარდა ღმერთსო და ამით ესე იგი აღიარებენ, რომ მათ წინაშე ღმერთი ზის. რომ მართლაც ცოდვებს მხოლოდ ღმერთი მიუტევებს ადამიანს, ღმერთს აქვს ეს ხელმწიფება ცოდვათა მიტევებისა და უფალი მათ გულს ხედავს, მათ მდგომარეობას ხედავს და ეუბნება რომ ესე იგი ესენი ამბობენ რომ გმობსო ღმერთსო, რომ რა უფლები თუ ამბობს რომ მოგეტევეს ცოდვები და უფალი ამბობს რომელი უფროა, რატო ამბობთო გულში ესეთ რამეს. ანუ ამითაც აჩვენებს რომ მე ღმერთი ვარ, გულში რასაც ფიქრობ ისიც კი ვიცი. და ეუბნება რომელი უფრო ადვილია მოგეტევეს ცოდვანი თუ აღიღეთ ხედარი შენი და ვიდოდეო და აი და ამით აჩვენებს რომ მე ორივე შემიძლია, ჩემთვის ეს არ არის ძნელი და აი ცოდვების მიტევების შემდეგ აღიღეთ ხედარი შენი და ვიდოდე რა იგულისხმება ამაში. მამები ამბობენ რომ აღზდეგში იგულისხმება რომ მოგიტევე ცოდვები, განგკურნე, აღიღე ეს ნიშნავს რომ სულიერი ძალები მიემატა ადამიანს და ვიდოდე, ანუ ესე იგი აღარ ხარ დამონებული, დაქვემდებარებული ცოდვას, ხარ თავისუფალი. სან ჭეშმარიტება განათავისუფლება. ანუ ღმერთი არის ჭეშმარიტება, ეს ან თავისუფალი, აი კიდე რა ცხედარი რა არის? ცხედარი არის საწოლი, ხო, საცხედრე. და აღიღე ცხედარი ნიშნავს რომ აღარ მეფობდე შენზე ცოდვა. შენ აღიღე, შენ იტვირთე, ანუ შენ კი არა ხარ ზედაწოლილი, შენ შეგიძლია ძლიო აიტაცო ხელში, აიღო ხელში და ანუ ესე იგი ვნებებს, ცოდვებს აღარ ემორჩილები შენ, თავისუფალი ხარ. ამის და ნახეთ ზემოდან ჩამოდის და კარით გადის. ეს ნიშნავს რომ სასუფევლისკენ იწყებს ადამიანის სიყვარულს და ეს კარი სიმბოლო არის, ესე იგი რისი? სადასასუფევლის კარისა და აი ადამიანი, აი ესეთი განკურნებული ადამიანი იწყებს უფლისაკენ სიყვარულს და ნახეთ რა ხდება.
ადიდებენ ღმერთს და ყველაზე დიდი ლოცვის სამსახე სიტყვიან არა მამების სამი მდგომარეობა არის ეს არის მადლობითი ლოცვები ეს არის თხოვნითი და ეს არის დიდები და ყველაზე აღმატებული რითიც ადამიანი ანგელოს მსგავსება ისინი მარტო ადიდებენ არის დიდება და იქ დაიწყეს ღვთის დიდება აი ამ დიდ სასწაულს თუ დროგვარ კიდევ ერთ რამეს ვიტყვი აი აქ არის ესეთი მომენტი რომ აი ჩვენ კი გავიგეთ რაღაცა მოხდა მაგრამ ჩვენც რო პარალიზებული ვართ ჩვენც ხომ არ შეგვიძლია სულიერი ღვაწლი და რატო არ ეს კითხვაც უნდა დამისვა და სწორედ ალბათ პასუხი უფრო ვრცელი იქნება რადგან შემთხვევით არაფერი ხდება ეკლესიაში თქვით რომ დიდმარხვის მეორე კვირაა განსაკუთრებული პერიოდი რას გვეუბნება წმინდა ეკლესია ჩვენთვის რა პარალელი უნდა გამოვიტანოთ კი აი როგორი მდგომარეობა თუ და უფრო შორს წავარ წინა კვირას რა ხდება წინა კვირას რომელიც ახარება წავიკითხეთ ნათანაელის კვირა და ნათანაელმა არ დაიჯერა ფილიპესი და თქვა მოდი და ნახეო თუ შესაძლებელია ნაზარეთიდან რამე იყოს ხო ზუსტად და რომ მიდის და ნახულებს ეუბნება რომ შენ ხარ ძე ღვთისაში ხარ მეუფის აქ ხდება სიტყვიერი აღიარება და ამ შემთხვევაში აქ ხდება საქმით აღიარება უფლისა არ უთქვიათ რომ შენ უფალი ხარ ძე ღვთისა ხარ მაგრამ ისეთი საქმე აღასრულეს ამ ხუთმა ადამიანმა რომ მისი ღვთაებრიობა დაიჯერეს მისი ყოვლის შემძლეობა დაიჯერეს და რას გვასწავლის რომ განღვეულობისაგან გვიხსნის უფალი ლოცვისა და მარხვის საშუალებით. ოღონდ ჩვენი სურვილის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თავის სურვილით მევიდა ენიქა რა. და ადამიანს აქვს თავისუფალი ნება რა და ადამიანმა უნდა აიძულოს თავისთავი რა, უნდა იღვაწოს. და ამათ იღვაწეს და მოგვიწეს და მხოლოდ მაშინ დაჯილდოვდნენ რა, სხვანაირად არა. აი კიდევ აი იმის და მავიწყდა მე თქვა ივანე ოქროპირეამოს და მე ისევ დაუბრუნდები საინტერესო რომ აი თუ არ გინდაო დაისაჯო, იმიტომ რომ ყველა ცოდვას მოსდევს სასჯელი ბუნებაშიაფერი არ იკარგება რა, აუცილებლად მოსდევს სასჯელი. და თუ არ გინდა და ეს ამ შემთხვევაში ადამიანს აი სასჯელის ქვეშ იყო. თუ არ გინდაო დაისაჯო წერია რომ ესე იგი არ ცოდო. თუ ცოდო მოინანიო. და თუ სათანადოდ არ მოინანიებო, მაშინ სასჯელს დაელოდე. და აი ამ სასჯელით განგწმენს უფალი. მეტი გზა თუ არ, მაგრამ თუ დიდს და ნამდვილ სინანულს დაასწრებ, აუცილებლად მოგეტევა და აღარ იქნება სასჯელი. და აი ამ შემთხვევაში რა ხდება? აი ეს ადამიანი განიკურნა, მივიდა უფალთან და ჩვენ რა უნდა ვქნათ? არა და ჩვენც ვაღიარებთ პარალიზებული ვართ. აი მოწყალება რო ავიღოთ, მოწყალება, ხო? მოწყალებაც კი არ გვაქვს ისეთი როგორც უფალმა თქვა. რა თქვა? მარჯვენა რასაკეთებს არ იცოდეს მარცხენა და გავიკეთები ესეთი რომ მარტო მარჯვენა ვიცოდა ანუ სულიერი ან ლოცვა ლოცვას კითხულობს ადამიანი ხო და არ არის თქვათ მადლმოსილი ლოცვა ხოლო წაკითხვა შეუძლია ადამიანს მარხვაც პურითაც რომ ზედმეტად დანაყრდეო მამები ამბობენ ესეც აღარ არის მარხვა აინო წარმოიდგინე როგორი რაღაცა და ლოცვას რომ როგორ უნდა მოსდევდეს მადლი ეს კიდე სხვა არის და სამი მდგომარეობა და ამას თავი დავანება და აი ვის შეუძლია სასუფეველი გააღოს ღმერთს თავის ხელმწიფებით ყოვლადწლიერობით რა და კიდე ვის შეუძლია მოციქულებს რა უთხრა რომ თქვენ მოგეცემათ კლიტენის სასუფევლისან და პეტრე მოციქული გამოისახება გასაღები ანუ მას და მოციქულებს დანარჩენს და მათ მემკვიდრეებს მღვდელმთავართა ეპისკოპოსსა და მღვდელთა და აი როცა ადამიანი განღვეულია მამები ამბობენ უნდა წავიდეს მღვდელთანო. ნახეთ რას ეუბნება უფალი, როცა კეთროვანი და კეთროვნება სულიერ დაავადება რა. სულიერადაც შეიძლება ვთქვათ კეთროვანი, ანუ ხორცით კეთროვანი, სულით კეთროვანი. და ეუბნება და წადეთ და უჩვენეთ თავნი თქვენი მღვდელთაო. ანუ არ აგზავნის უფალი ანგელოზებთან. არ აგზავნის ხო? აგზავნის თავისნაირ ცოდვილ ადამიანთან. და ნახეთ ვისაც თქვენ მიუტევებთო, მიეტევებაო. ვისაც თქვენ შეკრავთ, ვისაც თქვენ გახსნის, გაიხსნით. ანუ თვითონ უფალი აწესებს ამას, ანუ ახსარებას, ანუ სინანულს აწესებს და ვისთან გზავნის? არავისთან სხვასთან, მხოლოდ მღვდელთან. და ანუ შეუძლია ადამიანმა თავისი კეთროვანება, თავისი განღვეულობა განკურნოს რითი, მივიდეს მღვდელთან და აღიაროს თავის წოდები. და მიტევებულია, იმიტომ რომ ეს ხელმწიფები თანამოზიარია აი ამ ხელმწიფების ადამიანი, მღვდელი ამ შემთხვევაში და ეპისკოპოსი და მათ შეუძლიათ სასუფევლის კარი გაუღონ ადამიანს, ანუ ცოდათა მიტევება მისცენ, რადგან ეს თვითონ უფალმა თქვა, ვისაც მიუტევება და აი ამ განღვეულობისაგან ჩვენ ვიხსნებით აი ამ მდგომარეობით.
როცა ადამიანი ამბობს აღსარებას და პირველი უნდა დაიწყოს სინანულით, აღიარებით. განცდათვის და ცოდვით. განცდათვის. არ მხოლოდ აღიარებით, არამედ სინანულით, გულწრფელი სინანულით, იმიტომ რომ როგორც ბრძანეთ თუ ბოლომდე თავის ცოდვებს არ ჩაურმავდება ადამიანი და არ აღიარებს გულწრფელად, შესაბამისად აუცილებლად უნდა ელოდოს სასჯელს. აი რა კარგად ამბობთ და აი აღიარების წინ მართლაც სინანულია და აი გახსოვთ უფალე მივიდა ლეღვის ხესთან ნაყოფი ვერ იპოვა და მამები ესეთი ამბობენ რომ ამ ხეში სამი რამე იგულისხმება, სამი რამე აქ ხეს ფესვი, ღერო და ტოტები, ფოთლები და ნაყოფი. და სინანულიო, პირველი იწყება სინანულიდან, არ იქნება აღიარება თუ სინანული არ არის რა. ფესვები არის სინანული. ფოთლებიო, ეს არის აღიარება. როცა აღიარებ და ნაყოფი ეს არის უკვე საქმე. ანუ ცოდის მაგივრად რო იტყვევოდი აღარ იტყვევები. რო ხარ მერცხლის მოყარე ხდები მოწყალე, ხო, სიტყვაზე და ანუ ცოდას უპირა. ამ პარტავანი დამდაბალი. მაგრამ ერთმანეთთან კავშირშია, ცალ-ცალკე არც ერთი აღებული არ იღებს შედეგს. არ იღებს შედეგს. იოანე ნათლისმცემელთან მიდიოდნენ და აღიარებდნენ და არა გამოიღეთ ნაყოფი ღირსი სინანულის, ანუ მარტო სინანული არ გმარა. მარტო სინანული. აუცილებელია, მაგრამ არ გმარა. არა, არ გმარა. ესე იგი სინანული, აღიარება და ნაყოფი. ნაყოფსაც ვერ მიიღებ შესაბამისად თუ ფესვებს არ უმკურნალე და რა თქმა უნდა. საკვები არ მიაწოდე თავისთავად. ვერც გაიზრდება და ვერც მიიღებ შესაბამისად. რამდენიმე წუთი გრჩება და თქვენ ასე სახარებად როცა საუბრობდეთ შინაარსზე, ხვდებით რომ 4 ადამიანს მიყავს ეს გამოვიდა, მას თავად არ შეუძლია. აი, აქაც შევხედოთ, ცხადია პირველ რიგში ჩვენ თავს უნდა ვაიძულოთ, ჩვენ თავს მივხედოთ, მაგრამ ეს მომენტიც რომ სხვების შემწეობა, სხვებს მიყავს, სხვები იჩენენ ამ მოწყალებას, ამ დახმარებას რომ მიიყვან, განკურნოთ, დაეხმარონ მოყვას. ესეც მნიშვნელოვანი ასპექტია, თქვენ რა თქმა უნდა სულიერი კუთხით მამების განმარტებით განმარტეთ, რატომ 4 და 5 და აი ამადეს რომ ვიფიქროთ რომ ხანდახან ჩვენ ვიართ თითქოს მარტო ჩვენ თავს მივხედოთ, ჩვენს ქუჩი გამოვიკეთოთ, ჩვენს ნაჭუჭი და სხვა არ გვადარდებდეს. კიდევ ერთხელ ვიძახით, ჩვენ იმდენი გვჭირს რომ ალბათ ვაყობოთ, მაგრამ ეს ფაქტის მნიშვნელოვანია და სახარებას შემთხვევით არ იქნება ეს ფაქტი. კი, აი ოქრო გქონდეს და მიწაში დამარხო ეს ცოდვაო. ანუ სხვასაც გაუზიარო. ანუ ეს ოქრო არის აღთოსწავლება, უნდა სხვასაც მისცე, სხვასაც გაუზიარო. და როგორ არის იცი, აი ამ 4-ში კიდე რა იგულისხმება იმის გარდა რომ აი თქვა მოძღვარი ეხმარება რა ადამიანს. თქვათ ოჯახის წევრი მან შეიძლება გააგონიეროს, მეგობარმა რამდენი ერთმანეთი მივიყვანეთ ჩვენ ტაძარში და ჩვენ სხვა მიგვიყვანა რა. აი ამ 4-ში ეს სიგული ჩვენ უნდა მივხედავთ რომ ჩვენც ნაკულები უფლისაკენ უნდა გზა მოუწ. აი მოძღვრის მოვალეობა არისო პავლე მოციქული ასწავლის რომ დღეს მოძღვარი უნდა ხოლმე თეთრი კბილები ნახო, ღიმილი და ეს არ არის. მოციქული ეუბნება შერისხეო, დამოძღვრეო, დანუგეშო. მოძღვრის მოვალეობა ის არის. აი დანარჩენი მისი მოღვაწეობა შედეგს გამოიღებს და ეს უფალზეა. შენ უნდა შენი აკეთო ეს ძმაობები. მშობლის მოვალეობა არის გაზარდოს, ასწავლოს, ჩააცოს, მოუაროს, მაგრამ დანარჩენი ღმერთზე ის რამდენი ხანი იცოცხლებს, როგორ იქნება ეს ღმერთი დათესაო ის მიანებე თავის შენ მოდიხარ და ჩვენ ღმერთი მუშაობს იმ შენ დათესეს. თითოეული ქრისტიანის, თითოეული მართლმადიდებლის ღარი არის ალბათ ის რომ თავდაპირველად ჩვენს თავზე ვიზრუნოთ რომ ჩვენი გვერდჩემდგომი არ დავაბრკოლოთ ჩვენი ცხოვრებით, თავისთავად ხო ჩვენი ცხოვრების სტილით. ისევე როგორც შეიძლება წახალისდეს, იმედი მიეცეს, ვთქვათ შენი სწორაცაველი გზა გამოყვეს ამ გზაზე და მივიდეს უფალთან შენთან ერთად. ასევე შეიძლება რომ შენი არასწორი ქმედება დააბრკოლო. ან ბევრი ყოფილა ვინც ტაძარში შესულია, მაგრამ შემდგომ გამოსულს ის მადლი აღარ მოყვება ტაძრიდან, იმიტომ რომ არასწორად აგრძელებს შემდგომ არასწორ ნაბიჯებს დგამს და შეიძლება მეორე ადამიანმა გაიფიქროს, რომ აი ეს ტაძარში თუ დადის და 1000 გვარ სხვა ცოდვას ჩადის, რაღაცო მივიდე მე მაშინ ტაძარში. იცით როგორ არის წერია დაწერილია, რომ ვინცო ჩემთან მომსვლელი დააბრკოლოსო ჯობდა არ დაბადებულიყო. ისეთი მძიმე არის თუ ადამიანს დააბრკოლებათ ვეკეცით არა და რო აიღოთ აი სიტყვა 5-ია და 25 არის მაგალითი. ანუ შენი ცხოვრების წესს უნდა ქადაგებდეს, საერთოდ ქადაგების უფლება ყველას არ აქვს. ამისთვის ამბიონებზე დადგენილი არ მთავარი და მოძღვარი. და ხანდახან შენი წარსულიც არ გაძლევს უფლებას რომ უკადაგო არა, თქვა ერისკაცებზე, მაგრამ რითი შეიძლება ადამიანმა იქადაგონ
თავიანთი შეცვლილი ცხოვრების წესით. მეტამორფოზი. აი ეს სხვა არის. და არ უნდა და ერთ-ერთი მახსოვს ახალი მოსული ვიყავი ეკლესიაში და ესეთი რამეს გვიყვებოდნენ ხოლმე რომ სხვა არ დაგვეპყროდა. ერთი ადამიანი ტაძარში შევიდა და რაღაცა მუზეუმი შეეგონა თავი დადიოდა თქვა უკან ხელები დაეწყო და ვერ მოითმენა ტაძრის მოვლენა და ხელი ვერც გაუბედა და ჩამოწევნა და ეს გაზი გაბრუნდა და დაბრკოდა და ეს უბრალო ის არის და ესეუბნება ღვთისმშობელი გამოეცხადა 3 წელი უთბობდი გულს რომ ტაძარი შემოსა შენ ერთ დღეში გააგდა ხო და ეხლა რაც შეეხება იმას რომ ვისაც უფალი უნდა რაიროდ ვისაც უფალი უნდა ის სხვას არ შეხედავს ქრისტეს არავინ არაფერში არ დაუბრკოლებია ჩვენ ტაძარში მივედით რისთვის ქრისტესთან შესახვედრად და ამი დავამთავროთ რომ კიდევ რა არის მე მგონი არ მithქვავს აი რითი მივა ადამიანი აი ქრისტეზე რახან დაიწყო მაგან გამახსენა 4 სახარება ღვთისმსიტყვა იკითხონ ღმერთი გაიცნონ სახარებისო ღმერთ შეხვდნენ და ადამიანი იქნება აღარ იქნება განღვეული არამედ აღსდგება და ივლის უფლისაკენ დიდი მადლობა. დიდი მადლობა. გაიხარეთ